რეგიონში მშენებლობაზე დასაქმებული პირების შრომის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციაში ისაუბრეს ბრიფინგის სამშენებლო კომპანია იაფი გიუენ ბათუმსა და სინოჰიდროში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. შეპესე იაფი გიუენ ბათუმი მშენებლობას ყოფილი ფოსტის შენობაში აწარმოებს, სინოჰიდრო კი ქობულეთში შემოვლით გზას აგებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პროფკავშირებში გაწევრიანების გამო შრომელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ირღვევა შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. პროფკავშირებმა წერილობით უკვე მიმართა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში 12 ივნის მორიგი გაფიცვა იგეგმება. ჩვენ მიგვიყვანეს იმ უკიდურესობამდე, რომ ჩვენ უკვე ავლაპარაკდით იმ ბოლო შესაძლებლობებზე ამ კანონიდან გამომდინარე, რასაც ქვია პროტესტი, გაფიცვა და ასე შემდეგ. თავში აქვს ავარდნილი ზოგ დამსაქმებლებს და არცემენ იმ ადამიანებს პატივს, ვინც მუშაობს, ვინც ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს და აბუჩად იქნებენ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მაგენი ზოგიერთი დამსაქმებელია რა, ექსპლუატატორია და ჩაგრავს იმ ადამიანებს, ვისაც პირიქით პატივს უნდა სცემდეს, იმიტომ რომ ისინი ფიზიკურად შრომობენ და საქმეს ასრულებენ. თურქი მე პატრონე განრისხდა და ძალიან ცხარე, მწვავე პასუხი მოგვაწოდა იმის შესახებ, რომ თურმე მშენებელს დასაქმებულს არ აქვს უფლება წარმოების ხელმძღვანელის გარეშე პროფკავშირის ორგანიზაცია არა მარტო დაფუძნების, არამედ მისი გაწევრიანებისა. მე მინდა ბატონ შევახსენო, რომ მშენებელს დასაქმებულს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი აძლევს ამის სრულ უფლებას